Ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელო, გილოცოთ გიორგობის დღესასწაულს. შემწერ ფარველი იყო ჩვენთვის და ზოგადად სოფლიოსის წმინდა გიორგი. ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, იმიტომ რომ წინ კიდე ორიოდე სიტყვით სახარებაც უნდა განგიმართოთ. გიორგი კაბადოკიელი, რომელიც თავისი კეთილგონიერებით იმდან გამორჩეული ადამიანი იყო, რომ იმპერატორის კარზე, დიოკლეტიანის კარზე ხედათავარი იყო, იმდენად წარმატებული იყო თავის საქმეში და ხშირად მე თქვენთან ვსაუბრობ იმაზე, რომ ადამიანი როგორი უნდა იყოს ერთგული თავისი საქმის, თავისი ქვეყნის, თავისი რელიგიის, სარწმუნოების და ოჯახების და ასე შემდეგ. ერთგულება გზაზე არ ყრია. ერთგული და ერთგულად ყოფილი ადამიანები ამას ღვაწლში არიან რომ მოიპოვო. და ყველამ კარგად ვიცით, რომ მან ხმამაღლა იმპერატორის წინაშე აღიარა ქრისტე და დაგმო ის ერთთაყვანისმცემლობა. შესაბამისად ვიცით, რომ დედა ეკლესია ორჯერ იხსენებს წელიწადში, ეს არის 6 მაისი მისი მიცვალება და 23 ნოემბერი ეს არის მისი ბორბალზე წამება. დღეს ვზეიმობ ჩვენ. ბევრი სასწაული, რომელიც აღესრულა თვითონ დიოკლეტიანეს თვალწინ, თუმცა ის კერპებს მიაწერდა ამას, მაგრამ მას შესთავაზეს წმინდა გიორგის დიდება, უფრო მეტი პატივი, მაგრამ მან ეს ყოველივე უარყო და მან ხმამაღლა აღიარა, რომ ის იყო ქრისტიანი და რომ მისთვის სხვა ყველაფერს არ ქონდა ფასი გარდა რომ ყოფილიყო ქრისტეს წიაღში და შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ შემდგომად უკვე ამდენი წამების მერე წმინდა გიორგი აღესრულება და აი ამ დღეს, როცა დღევანდელ დღეს მის ბორბალზე წამებას იხსენებს დედა ეკლესია, არ ვიცი ვის როგორ წარმოუდგენია, მაგრამ ეს იყო ურმის თვალი. ურმის თვალი, რომელზეც იყო დაბმული, ასე მომგვალებლად როგორც ადამიანი, ესე ვთქვათ, ურემზე დაიბეოდა და ქვემოდან მახვილი, ალესილი, რომელთაც ისერებოდა. ხო და ხშირად მე ჩემ თავს მარტო თქვენ არა, ჩემ თავს უსვავ კითხვას, რომ აი ჩვენ ვართ ხო ქრისტიანები, ჩვენ ვამაყობთ ამიტომ ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები ვართ, საქმეზე რომ მიდგეს ჩვენ, რას ქვია, ვაჯობებს, მაგრამ ჩვენ ვართ კი ცირედის დამთმენი ან საერთოდ რაღაცა ღვაწლის თავის თავზე ამღებნი. იმიტომ რომ რაღაც უფრო სხვანაირად უყურებ ჩვენ ზოგადად ქრისტეს ეკლესიას და აი თუნდაც ნებისმიერ დროს ჩვენ რაღაც კი დაცემულ მდგომარეობაში ვართ ადამიანები, კი ბატონო, ცოდვილნი ვართ, მაგრამ ამ დაცემას აღგომა უნდა მოყვებოდეს საოცრებად. ადამიანი უნდა იღწოდეს, რომ ქრისტეში იმყოფებოდეს, რომ ის ქრისტეში განვითარდეს, რომ ის ქრისტეში იყოს საუკუნო. და შესაბამისად აი ამ დღეს მეც გილოცავ თქვენ, მე გუშინაც თქვი და დღესაც მიულოცავ ჩვენ სულწმინდეს, წმინდა სინოდს, ყველას მთელს საქართველოს. წმინდა გიორგი ითვლება და ესეც არის მთელი მსოფლიო ასეცნობს ქართველთა ყველას წმინდანია, მაგრამ ქართველთა წმინდანი, იმიტომ რომ ქართველებმა ძალიან შევისის ხორცე წმინდა გიორგი, იმდანად რომ რამის ვთქვათ, რომ კაბადოკიელი არ იყო, არამედ ქართველი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და მე გუშინაც ვთქვი, რომ როგორც ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებდა, იქ პატარა ბორცვი იყო თუ გორაკი იყო, ყველგან იდგა წმინდა გიორგის ეკლესია, მონასტერი, ანუ იმდენი იყო, რომ 365 საოცარი ჰქონდა ქართველებს მისადმი სიყვარული და მოწიწება. გიორგის ბიჭებს სახელები ერქვათ გიორგი, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ კიდევ მრავალი გიორგი დაბადებული შუა ქვეყანაში, მრავალი ნინო და ასე შემდეგ. მაგრამ თვითონ სახელი გავამართლოთ ჩვენ. გიორგი არის ლაშკარწობის, მამაცობის, ერთგულების სიმბოლო და ქართველმა ადამიანმა ძალიან შეიყვარდა შეისიხორცა. ამიტომ არის, რომ მარტო იმად რა დღის, რომ ჩვენ ბევრი ფრაგმენტები გვაქვს ჩვენს ისტორიაში, რომ თუნდაც ხილულად იბრძოდა წმინდა გიორგი ქართველთა მეომრების გვერდით. იმიტომ რომ ეს ღვთისგან იყო, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ყოველთვის
სწორად ვიყავით ღვთისმადიდებლები. ჩვენ მართლა ვადიდებით ღმერთს და დიდება და მადლობა უფალს გიორგი მთაწმიდელის სიტყვებია, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაგვიხევია ამ წმენიდან. მოვდივართ აქამდე, ბევრმა ქარტეხილმა ჩაიარა, ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრს უნდოდა ზოგადად დაჩოქება ქართლისა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, ჩვენ ვართ და ბევრი იმპერია აღგვილა მიწისაგან პირისა და ჩვენ მაინც ავდგევართ აი უდიდესი რწმენიდან გამომდინარე. და ეს არის ბრავოს ყველას გილოცავ. ორიოდე სიტყვით მინდა დღევანდელი სახარებიდან გითხრათ აუცილებელი, იმიტომ რომ პირდაპირ ეხმიანება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას და მინდა რომ ყველამ დაინახოს საკუთარი თავი, როგორ ვიქცევით ქუჩაში, როგორ ვიქცევით ეკლესიაში, როგორ ვიქცევით ოჯახებში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ დღეს ესეთი თითქოს და ადამიანებმა ნიღბები მოვირგეთ, არ შეიძლება ესე ცხოვრება. დავრჩეთ ადამიანებად უნდა, ეს არის აუცილებელი. მაცხოვართან მიდის ჯურის მეცნიერი, თან გამომართავ, კარგით? რო არ დაგვაუწყეს ზადაგზა. ჯურის მეცნიერი არის, ვინც აბსოლუტურად ზედმიწევნით იცის მთელი საწინასწარმეტყველოები, მთელი ის ჯური რაც მათ ჰქონდა. მერწმუნეთ ზეპირათაც კი იცოდნენ. და ეუბნება, რომ რა ვქნა, რა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავემკვიდრო. და მაცხოვარი ეუბნება, რომ არ აღმოგიკითხავს, რომ გიყვარდეს თავი შენი და მოყვარე შენი და მტერი შენიც კი უნდა გიყვარდეს ადამიანს, ხო? ეს ჩამოვთვლის სათქმოებებს და მან ეს ყველაფერი იცის, სიყმიდან იცის ეს ყველაფერი. მაგრამ ნახეთ რას ამბობს წმინდა სახარება, მას უნდა თავის გამართლება. და ისევ ეუბნება, ანუ არ მიდის, იმიტომ რომ თავი უნდა გაიმართოს, იმიტომ რომ მე ხშირად მithქვამს, რომ არ შეიძლება ადამიანს უყვარდეს ღმერთი და მამონაც. მამონა ეს ფულის ფიალია, დამონებული ადამიანი ფულზე და თავის გამართლება უნდა. აქედან მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არ გეცნობათ თქვენი თავები, თუნდაც მე ჩემ თავზე. თუნდაც აღსარების დროს თავის გამართლება არასდროს არ მახსოვს მე რომ ადამიანმა თქვას უცოდვილი ვარ სხვა საფრალებს. რატომ? რატომ ვერ ხედავთ ჩვენ თავში იმ დაცემულ მდგომარეობას, რომ ჩვენ ჩავდივართ ამ წოდებს და სხვა არავინ ამაში დამნაშავე არ არის. რომ ჩვენ თვითონ როგორც მაგნიტი იზიდავს ყინას, ისე ვიზიდავ ჩვენ წოდებს, იმიტომ რომ მიჩვეულები ვართ ამ წოდვას. ზოგს ძალიან უყვარს წოდვა და სხვადასხვა ფორმებია ხო ამ წოდვებისა. და აი ამ გამართლები თავის გამართლება ეუბნება, რომ ვინ არის მოყვასი ჩემი. და მაშინ მაცხოვარი უკვე ეუბნება ასეთ რამეს. მოდიოდა ადამიანი იერუსალიმიდან იერიქოით. ორივე ქალაქია და მე ერთხელ ორჯერ, სამჯერ, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. სახარებაში რო წაიკითხავთ, ყოველთვის ესე წერია. იერუსალიმი რაც არ უნდა გეოგრაფიულად დაბალზე ყოფილიყო, სხვა დაუშვათ. იმდენად ამაღლებულია თავისი წმინდა იერუსალიმი, ესე თქვა, ხო? რომ არავინ არ ადის, რომ ვინმე იერუსალიმში ჩადიოდა. ანუ იერუსალიმიდან მოდიოდა და თუ ესე იყო, მაშინ იერუსალიმში ადიოდა, ანუ ამაღლებულ ფორმაში რჩება. წეღანცად რაც უნდა გეოგრაფიულად დაბლა ყოფილიყო, მაინც ანუ მაღალში იგულისხმება და ანუ იქიდან მოდის ეს ადამიანი იერუსალიმიდან იერიქოით სამარიტელია. და მაინც ვიტყვი, რომ თუ გახსოვთ არ ვიცი, სამარიტელი ეს არის სალანძღავი სიტყვა ებრაელთათვის, იმიტომ რომ ესენი არიან ჩამოსახლებული ადამიანები, რომლებსაც არანაირი ესე ვთქვათ ერწყმენაში არ არიან და ამიტომ ძალიან ხშირად მაცხოვარსაც კი აყენებს შეურაცხყოფას. აბა თუ სახარებად გაქვს საკითხული, მიხვდები, შენ სამარიტელი ხომ არ ხარ? ანუ შეურაცხყოფის მისაყენებელი სიტყვა შეურაცხყოფა. და დახვდებიან ყაჩაღები და ამ ადამიანს სცემენ, მოწყლავენო და წაართმევენ რაც აქვს, გაძაცვავენ და დააგდებენ ესე მომწყდარს, ანუ ნაცემს. ჩამოივლის მღვდელი, ძველი ახლის მღვდელზეა საუბარი. შეხედავს და თანაწარხდა, ანუ წავიდა, არც არაფერი გააკეთა. ჩამოივლის ლევიტელი ეს უბრალოდ სიტყვა არ არის, ესენი არიან ტაძრის მსახურები, ესე იყვნენ დაყოფილი ადრე. ისიც
ჩაივლის არაფერს არ მოიმოქმედებს და გაივლის გზას. ჩამოივლის სამარიტელი. აი ესეთი მოძულებული ადამიანი, ესე თქვა. მე შემდობას ვითხოვ იმ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, რომ სამარიტელი იყო, ვინც მოდიოდა ამ სამარიტელზე მაქვს საუბარი, რომელიც ჩამოივლის, ნახავს ამ ადამიანს ესე დაწყლულებულს, ნაცემს და ნახეთ რა საკეთებს იღვაწა. მე სულ ხო ამაზე ვაკეთებ აქცენტს. ღვაწლის გარეშე არაფერი არ მოდის. წამოაყენა მობანა, ხელპირი დაუმუშავა ჭრილობები. ხაზგასმით ვამბობ, მობანა ღვინით და ზეთით. თქვენ ზეთი და ზოგადად გვეცხება ადამიანებს, რომ წვენაში გამტკიცეთ უფრო მეტად და ღვინო კიდე რასთან საასოცირდება, ესეც ის კარგად იცით, ხო? შეუხვია წყლები და შესვა თავის კარაულზე, ვინც არის ეს არის სახედარი და წაიყვანა ოდესე თქვა სასტუმროში, დუქანში. და აი მე პატრონეს უთხრა, რომ მოუარე, მიხედე. იქითობისას რომ წამოვალ მე, თან ორი დრაკანი დაუტოვა, ორი. ეუბნება რომ თუ რამე დაგაყდა ამის მოვლაში და ასე შემდეგ, აქეთობისას რომ მოხდები მე აგინაზღავა. და მაცხოვარი ეუბნება რომ როგორ გონიაო აი ამ ვინ ჩამოიარა მღვდელი იყო, ლევიტელი იყო და ეს სამარიტელი, რომელი ამათგან კეთილი და ესე ვთქვათ, რომელმა ხო წყალობა. და ეს ადამიანი ეუბნება რომ იმან ვინც წყალობა მოიღო. მართალიაო მაცხოვრე ეუბნება, შენც ეგრე ყოფთე და ცხონდები. ანუ აი ცხონების გზა. რის თქმა მინდა, ლოცვა კარგია, აუცილებელია, მარხვაც კარგია, მაგრამ კეთილი საქმეები, ადამიანობა ყველაზე მთავარია. სიყვარულის გარეშე არაფერი არ იქნება, არაფერს ფასი არ იქნება. კარგით, ახლა მოდით მე იქიდან გეტყვით, რომ სამარიტელი შედარებული აქვს სახარებაშიც მაცხოვარს. ძველი აღთქმის მღვდელმა ვერ უშველა, რატომ? ამ კითხვაზე იქნება ერთმა ადამიანმა მაინც უნდა სულ ამას ვქადაგებ. რატომ ვერ უშველა? ძველი აღთქმის მღვდელი ვერ უშველა და რამე თუ კანონებზე იყო დამყარებული მათი ქადაგებაც და მდგომარეობას და არა ადამიანზე. შესაბამისად, ანუ ჩვენ როცა საუბრობთ, აი ხშირად ყოფილა ხოლმე, რომ აი რაღაცა ეკლესიაში არ შეიძლება აკრძალულია რაღაცა და შეიძლება ამის გამო ადამიანი გადაქელონ, არ შეიძლება. კანონი ვერაზოს ვერ აცხონებს ადამიანს. ადამიანს აცხონებს ცოცხალი ღმერთი, რა თქმა უნდა, ცოცხალი რწმენა შენი. ამიტომ არის, რა თქმა უნდა, კანონი საჭიროა, მაგრამ კანონი იმდენად არ უნდა იყოს, რომ ადამიანზე მაღლა იდგეს, ვერ დადგება ადამიანზე მაღლა. შესაბამისად, ანუ ძველი აღთქმის მღვდელი ვერ აცხონებდა, რამე თუ მათში ეს წარმოვიდეთ ახლა ყოველი შაბათი მაცხოვარმა აღასრულა სასწაული, ბრმას თვალი აუხილა, მიცვალებული აღადგინა, დაუშვათ, კოჭს ფეხი გაუმართა და მუდმივად აყვედრია, ხო? შაბათს რატო აკეთებ, შაბათს რატო შვები, რამე თუ მაცხოვარმა ბრძანა, რომ შაბათი იმიტომ კი არ გაჩნდა, რომ ადამიანები მას ემსახურონ. პირიქით, შაბათი იმიტომ დაიბადა, რომ ადამიანებს ემსახუროს ყოველი დღე. აი ამას ვამბობ, რატო ვერ უშველი და ძველი აღთქმის მღვდელი, იმიტომ რომ მაცხოვარი ერთ-ერთ სახარებაში მეუბნება, რომ რომელიმე თქვენგანს ვირიან ხარი ყავდეს გადასაბმელი, დაუშვათ და წყალი რო დაალევინო, არ დაალევინებთ და ადამიანი რაოდენ მაღლა დგას ამ ყველაფერზე, რაც ღმერთმა შექმნა, ხო? შესაბამისად, ანუ მათთვის ეს კანონები რომ შეეძლოთ, რომ ან რა უნდა იქნა იმ მოხრილ ადამიანს, რომელიც 12 წელი იტანჯებოდა, მოხრილი იყო, ვერ სწორდებოდა. რომ განკურნა შაბათს მაცხოვარმა, რა უნდა იქნა, უნდა მოეცადა კვირამდე, მოხრილ მდგომარეობაში დარჩენილიყო და კვირას გასწორებულიყო. ეს უფროს ადამიანი მიყვართ, აბა შეხედეთ, ხო? რაღაც ფანატიზმამდე, რაღაც სისულელემდე, როგორ წარმოუდგენელ რაღაცამდე. ამიტომ როგორ შეიძლება ადამიანი განიკურნა 38 წელი ადამიანი დავრდომილი იყო თუნდაც სხვა სახარებიდან, რომელიც ვერც მოძრავდა, ვერ გადაადგილდებოდა და განკურნა და ისე უნდა წოლილიყო სარეცელზე და არ უნდა ამდგარიყო კვირამდე. ამიტომ არის რომ ჩემი ან ნებისმიერი მოძღვრის ქადაგება მუდმივად იმიტომ არის განპირობებული, რომ ჩვენ ისე კი არ გავაკეთოთ, მოვისმინეთ და გარეთ გავედით და გვეწა პირიქით, ჩვენი გზამკვლევი უნდა იყოს. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როდისაა ბედნიერი, როცა შენ გჩუქნია რამეს? არა, როცა შენ ჩუქნი, როცა შენ აკეთებ სიკეთეს და აი დღეს მაცხოვარი ჩვენ გვაჩვენებს, რომ ვერც სამარიტელმა, ვერც ლევიტელმა, რომელიც აი იგივე ამ ტაძრის მსახური იყო, ვერ
და მოდის მაცხოვარი, ანუ ახალი აღთქმა, რომელიც მან მოგცა ჩვენ. შეუხვია წყულები, დაუმუშავა, უპატრონა და აი ეს როგორც მოგახსენეთ, ზეთი, რომელიც განამტკიცებს, შვიდგიზეთის ხება დიდ მარხვაში გვეძლება, ხო? ნებისმიერ დროს შეიძლება წინამძღვარი როცა ნიშნავს, თუმცა სურველი არასდროს არ არის ამ ტაძარში მაგის. და ღვინო კიდე ანუ ზიარებასთან, რომელიც ანუ თვითონული მორწმუნე ადამიანი ეზიარება. შესვა კარაულზე და მიიყვანა ესე ვთქვათ, შენობაში. ეს შენობა არის ახალი აღთქმის ეკლესია. ვისაც ჩააბარა, ეს არის ახალი აღთქმის მღვდელი და ეუბნება. აი შენური დრაკანი. მიხედე და რა არის ეს ორი დრაკანი? ძველი და ახალი აღთქმის წიგნები. ეს არის რაც ქრისტემ ჩვენ გვითხრა, ამას ყოფთეთ. და თუ კი რამე ამაზე მეტი დახარჯო, გამოვლისას მე ამ ყველაფერს აგინაზღავ. რა არის ეს საგმოვა მაცხოვარი? მეორედ მოსვლაზეა ლაპარაკი. გესმით? ორი ჩააბარა ძველი და ახალი აღთქმა და უთხრა, თუ შენ ამას გადახვალ, ან ვერ იმას იზა, მეორე რო ჩამოვალ, მე ამაზე მე შენ მოგკითხავ, ანუ რა თქმა უნდა მოიკითხავს. ეხლა მე კითხვას ვსვამ, რა შვებით ჩვენ მაცხოვარი რომ მოგკითხავს, რით ვიმართლებ თავს? რა არის ჩვენში გზამკვლევი, რა უნდა გავაკეთოთ? მე ხშირად მითქოს მაცხოვარი იმაზე არ დაგიწყებ თქვენ საუბარს, რა თქმა უნდა ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ რა არის მარხვა და რა არის ლოცვა. ვის მარხვა შეეშალა, ესე თავს იმართლები ხოლმე შეეშალა კი არა შეჭამე და არ თქვი თავის სახელი. ხო, ვერ მოითმინე და შეჭამე. და იმას არ გეტყვით თქვენ დღეს რამდენი პური იყიდეთ სახში ან როგორი რემონტი გავაკეთეთ არა ამას საერთოდ არ კითხავთ. არც აინტერესებს ეს მაცხოვარს. კითხავთ როგორც ილია მართალი ამბობს ჭავჭავაძე ამ დღეს ვის რა არ გეთ ან ვის რა გაუკეთეთ თხოვნელი თუ მიიღეთ თუ გაეცით თუ მარტო თქვენ ჭამეთ ის მანქანა რომელთაც თავი მოგწონს ძალიან ძვირადღირებული რომ იმით რა სიკეთე გააკეთე თუ ალბათ ჩაუარე ვიღაცას მთხოვნელს როგორც ახლა ეს ადამიანი ესე იყო და თუნდაც თუ ჭირდებოდა და არც კი გაუკეთე რამე აი ასეთ ბევრ რამეზე ვიფიქრეთ თქვენ მეც ვფიქრობ ამაზე თქვენ ხარ გონდა თქვენ გელაპარაკებით მარტო პირველ რიგში ჩემთანაც ველაპარაკები რომ ღვთის წინაშე რომ წავდგებით უზენაესის წინაშე გქონდეს ჩვენ სიტყვა თუ რამე შეგვიძლია რომ თქვათ რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ რაღაც სიკეთე გავაკეთეთ ამიტომ არის რა დღევანდელ დღეს გიორგობა დღეს რატომ მინდოდა იცი ესე შემეერთებინა რომ ძალიან კარგია გიორგობის დღესასწაული მაგრამ ხო არ გავიწყდებათ უპირატესი ვინ არის დღეს ამ დღის და ყოველი დღის თვითონ მაცხოვარი ჩვენი უფალი ჩვენი იესო ქრისტე აი მე გეტყვით თქვენ ქართული ხალხი რაღაც საოცარი გენეტიკალური და ამასთან ერთად რაღაც დაუმორჩილებლობის ალბათ ამან გადაგვარჩინა ჩვენ რომ აქამდე მოვედით ჩვენი გენი და ზოგადად ქართველი ადამიანი მამა გაბრიელის წმინდა ნეშტი როცა დაფლული იყო დასაფლავებული იყო მიწაში ჩადიოდა ურაცხელი ადამიანები ექსკურსიებს აწყობდნენ სკოლებიდან რაიონებიდან მთელი ამბები ხდებოდა ტაძარში არამე შედიოდა ჩემო ძვირფასებო პირდაპირ გაიქცეოდნენ და მამა გაბრიელთან იქ საფლავთან დადგებოდნენ როგორ ფიქრობთ რა არის სოციალის წენა არა როგორ შეიძლება თვითონ ესე ვარ ყველა ვისი მონაც იყო მამა გაბრიელი ანუ მონასთან მიდიხარ და თვითონ ბატონთან არა თვითონული ადამიანი აი ხშირად ყოფილესი და ტაძარში მიბრძანდა რაღაც სიწმინდე ხო გარბიან თავგოდ მოგლეჯილები ყველაფერს აკეთებენ და ყველას ავიწყდებოდ ჯერ პირველ რიგში შესწიროთ მადლობა ღმერთს შემოქმედს და მე მიახლოვდეთ თაყვანის სცენ აი ესეთი რაღაცები და ამიტომ ვამბობ რომ აი წმინდა გიორგი ჩვენთვის რა ვთქვი რომ ჩვენთვის არის სიმბოლო გამარჯვებისა ვაჟკაცობის ძალიან ესეთი საოცარის არის მაგრამ დღეს იბადებიან წერანთქვი დაიბადონ ღმერთმა ბევრი გაზადოს გიორგიც ქვიათ მაგრამ როგორ ვზდით ჩვენ გიორგებს არ შეგცილდეს დედა გენაცვალოს საჭმელი არ მოგადეს არ იმართულო დედამ გენაცვალოს და ასე შემდეგ და მე გამოვა რომ გიორგი ვაჟკაცობის სიმბოლოდ კი არ იქცევა
რაღაც ხვანაირ კი ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმამაცეც, მაგრამ ნახეთ რის მამინდა მშობლებო, მამებო, დედებო, ჩემო ძვირფასებო, შვილები კეთილგონიერად გაზარდეთ. აღზარდოთ ჩვენი შვილები ისე რომ ქვია გიორგი და არის ესე ვთქვათ ამ სახელის მატარებელი მამაცი კიდეც დაეცემა, კიდეც ეთქინება, კიდეც გაიჩხაფნება, რა მოხდა მერე? ბავშვმა ხელი გაიკაწროს, ეგრევე საავადმყოფოში გაყავდო რეამობილით. რა ხდება? ბავშვები არ ყოფილ ხართ? არაფერი გაიკაწრავთ, არ დაცემულ ხართ? მე მგონი ადგილი არ მქონდა ჩემ ბავშვობაში სულ დახაზული დავდიოდი. მაგრამ საქმე რა შეიცით რომ ჩვენ აი როცა არის მშობელი თუ იმეს გეწყინება ცივწყალს შემოგთავაზებთ. მშობელი როცა ხარ უნდა იყო ქრისტიანი, უნდა იყო მართლმადიდებელი, არა მხოლოდ ამხსარებლობით ესე ვთქვათ რომ ხარ და ჯვარს ატარებდი, არამედ უნდა იყო ამხსარებელი. და როცა შენ სწორად შეიგნო და შენში არის ქრისტე, შენ შვილსაც აი ამ კეთილგონიერებით აღზრდი. იმიტომ რომ როგორ შეიძლება არ იცოდეს მშობელმა არაფერი ქრისტეზე და ამ კეთილგონიერებით აღზარდოს შვილი ვერ აღზრდის. სულ ამას გეუბნებით. მიეცით ღმერთს ღვთისა, კეისარს კეისრისა. ყოველთვის გზამკვლევად გქონდეთ, რომ რაც არ უნდა დიდი ან ისეთი რაღაც შეუქმნა თქვენ შვილებს, ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ, თავარი თუ არ იქნა მასში ღმერთი, ფასი არა კაპიკის, ვინც არ უნდა იყოს მე ვარ თუ თქვენ თუ ნებისმიერი. ქრისტეს გარეშე ცხოვრებაც კი არ შეიძლება. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება დადის ქრისტეს გარეშე, ანუ მასში ღმერთი არ არის, მაგრამ ფუტლი არია, იმიტომ რომ როგორ შეიძლება გვამი იყოს ცოცხალი. ყველა მას ვემსგავსებით თუ ჩვენში ქრისტე არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაესწარით.